მოვისმინეთ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბატონ ლევან თევზაიას მოხსენება მინისტრის საათის ფარგლებში, ასეთი იცით თქვენ რომ გათვალისწინებულია რეგლამენტით ყველა მინისტრი გრაფიკი არის შედგენილი და აი ამ საშემოდგომო სესიის განმავლობაში მობრძანდება აქ და წარადგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. საერთო შეფასებით, აი ყველა ვინც გამოვიდა და თქვენ ხედავდით ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა გამოვიდა და ყველა მოკლებლივ ძალიან მაღალი შეფასება მისცა სამინისტროს საქმიანობას და იმ მოხსენებას, რომელიც იყო წარმოდგენილი. პრობლემებზეც იყო საუბარი. სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტს, მის ფორმირებას, უკავშირდება სხვადასხვა პროგრამების შესრულებას, რეორგანიზაციას და ასე შემდეგ. მინისტრის ფორმატის ფარგლებში დღეს სწავლდექი უმაღლეს საბჭოს წინაშე წარუდგინე სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში. ანგარიში ყურადღება გამახვილდა როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე. შემდეგ გაიგმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ყველა კრიტიკულად დასმულ კითხვას გაეცა პასუხი. უმაღლეს საბჭოს წინასწარ დაგეგმილი აქვს საშემოდგომო სესიის პერიოდში მინისტრის საათის ჩატარება, რომელიც გულისხმობს აფხაზეთის მთავრობის ქვემდებარე სამინისტროების ანგარიშების მოსმენას გაწეულ საქმიანობაზე. დღეს უსმენდით აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრს ბატონ თევზაიას ძალიან შტამბეჭდავი ვრცელი ინფორმაცია მოხსენება მოვისმინეთ იმ მუშაობაზე, რომელიც აქ წარმართული ამ სამინისტროს ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტი იყო, რა თქმა უნდა იყო საკითხები, რომლებიც ჩვენში დამატებით შეკითხვებს ბადებენ, იყო კრიტიკაც, მაგრამ პოზიტიური შეფასებები იმ საქმიანობისა, რომელსაც უშუალოდ ეს სამინისტრო აკეთებს.